საღამო მშვიდობისა, როგორც ყოველთვის ჩახლართული ისტორიების მოყვარულებს სტუდია მაესტროს ეთერით საშუალება აქვს ჩაერთონ პატარა ტელეთამაში სახელწოდებით სიტუაცია პლუს. ვფიქრობ, ჩვენი წინა თამაშების შედეგების მიხედვით შეიძლება თამამად დავასკვნათ, რომ ქართველებს ფანტაზიის უნარი ნამდვილად არ გვღალატავს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ სიტუაციიდან გამოსავლის თქვენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტები საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია, ჩვენ ყოველთვის ვარჩევთ იმ ერთს, რომელიც ყველაზე ორიგინალურად ჟღერს. ასეთია ჩვენი თამაშის წესი. ასე რომ პრიზიც ერგება მას, ვისაც ყველაზე ორიგინალურად უჭრეს გონება და არაორდინალური გზით ახერხებს ნებისმიერი სიტუაციიდან თავის დაღწევას. დღევანდელი ჩვენი თამაშისთვის დაწესებული პრიზი კი ასე გამოიყურება. ახლა კი ჩვენი დღევანდელი თამაშის შესახებ. სიტუაცია, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, ყველაზე მეტად დააფიქრებს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი პროფესიის ადამიანებს. მაშ ასე, ყურადღებით. ეს ამბავი დაიწყო სრულიად ჩვეულებრივად. ყოველ შემთხვევაში ჩვეულებრივად ჩვენი გმირისათვის. ხო მართლა, ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირი, მშვენიერი პროფესიის მქონე მშვენიერი ახალგაზრდა, რომელიც მუშაობს ტელევიზიაში ან რადიოში. თუმცა არა, იგი ერთ-ერთი გაზეთის საკმაოდ ნიჭიერი და გამოცდილი თანამშრომელია. მოკლედ, როგორც უკვე ვთქვით, ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, როდესაც ერთი საინტერესო იდეით შეპყრობილი ჩვენი გმირი ჩვეულებისამებრ გაემართა მორიგი საგაზეთო მასალის მოსაპოვებლად. ამჯერად კი მისი ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთი ბანკის, არა, სავაჭრო ობიექტის, თუმცა არა, ერთი საკმაოდ ცნობილი საწარმოს საქმიანობა. ხო, სხვათა შორის, ჩვენი გმირი ჟურნალისტთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომელთაც შესაშურად გამჭრიახი თვალი, ფხიზელი ყური და საკმაოდ ბასრი ენა. უკაცრავად, ხო, ბასრი ენა აქვთ. ეს ისე სხვათა შორის, მივყვეთ მოვლენებს. საწარმო, რომელსაც ჩვენმა გმირმა დაადგა თავისი გამჭრიახი თვალი, მართლა ციფრობდა ყურადღებას, სოლიდური წარმოებით, სოლიდური კაბინეტებით, სოლიდური დირექტორით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, თავის გარშემო სოლიდური რაოდენობის ჭორების არსებობით. ჭორების, რომლებიც არც თუ ისე სახარბიელო რეპუტაციას უქმნიდა ამ ორგანიზაციას. სწორედ ამ ჭორების სიმართლეს სისრუეში დარწმუნება იყო ჩვენი მშვენიერი პროფესიის გმირის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. მოკლედ, მიღება იყო საკმაოდ თბილი, სტუმრისთვის მირთმეული სასმელები ცივი, ძალიან ცხელოდა. ცხელოდა საწარმოს დირექტორის გონებაშიც, რომელიც აქტიურად მუშაობდა იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება კარგი შთაბეჭდილება მოეხდინა მშვენიერი, მაგრამ ზოგიერთისთვის სახიფათო პროფესიის სტუმარზე. ეს კი არც ისე ადვილი იყო, მით უმეტეს, რომ ჩვენი მშვენიერი პროფესიის მქონე მშვენიერი ახალგაზრდის გონებაში უკვე მწიფდებოდა მომავალი სტატია, რომელიც ალბათ ნამდვილად არ მოეწონებოდა სოლიდური საწარმოს სოლიდურ დირექტორს. შემდეგ რამდენიმე დღე ჩვენი გმირი აქტიურად იყო დაკავებული თავისი ჩანაფიქრის განხორციელებით. მიაგნო რამდენიმე ისეთ ფაქტს, რომლებიც სავსებით ამართლებდნენ სოლიდური საწარმოს გარშემო სოლიდური რაოდენობით არსებულ ჭორებს. მოკლედ, ჩვენი მშვენიერი, მაგრამ ზოგიერთისთვის სახიფათო პროფესიის გმირი სენსაციურ პუბლიკაციას ამზადებდა და ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, სანამ არ გაისმა ერთი სატელეფონო ზარი. დიალოგი მოკლე და მშრალი, არც თუ ისე დაფარული გაღიზიანებული ტონი, შეხვედრის დღე და საათი. მოკლედ, სოლიდური საწარმოს კარგად ინფორმირებულმა სოლიდურმა ხელმძღვანელობამ უკვე იცოდა რა ინფორმაციას ფლობდა ჩვენი მშვენიერი, მაგრამ სახიფათო პროფესიის ახალგაზრდა. ჩვენი გმირი, რა თქმა უნდა, წავიდა შეხვედრაზე. მიდიოდა და ფიქრობდა, თუ რა თანხას შესთავაზებდნენ. ამ თანხას იგი, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, არ აიღებდა, თუმცა მაინც საინტერესო იქნებოდა შეთავაზების პროცესი. მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა. შეხვედრა იყო საკმაოდ ცივი, ბევრის მთქმელი და დაუფარავი მუქარით აღსავსე. ეს სასიამოვნო საუბარი სრული განხეთქილებით დამთავრდა. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ჩვენს გმირს ამ ინციდენტმა თავმოყარეობა შეულახა, თუმცა გაუათმაგა ეგრეთ წოდებული პროფესიული ინტერესი. მან რა თქმა უნდა საჭიროდ ჩათვალა სასწრაფოდ გაზეთის რედაქტორისთვის ეცნობებინა მომხდარის შესახებ. აქ სრულ გაუგებრობას აწყდა. რედაქტორი ჯერ შესამჩნევად შეშინდა, შემდეგ კი გადაჭრით განაცხადა, რომ სტატიას არ დაბეჭდავდა. სოლიდურ საწარმოს, როგორც აღმოჩნდა, სოლიდური გავლენა ჰქონდა ყველგან. თუმცა ამ ფაქტმა სრულიად არ შეცვალა ჩვენი გმირის ზრახვები. პირიქით, მალე ის გაზეთით გამოჩნდა, რომელსაც ნაკლებად ეშინოდა. ამ ამბების პარალელურად იზრდებოდა მუქარის რიცხვი, თავიდან ტელეფონით. ერთ მშვენიერ საღამოს კი ამ მუქარამ უშუალოდ ჩვენი მშვენიერი პროფესიის მქონე გმირის სხეულზე გადაინაცვლა. სოლიდური საწარმოს სოლიდური საქმოსნები აღარ ხუმრობდნენ.
თუმცა არ ჩვენი გმირი იყო ხუმრობის ხასიათზე. მისთვის ახლა დათმობა ძალიან ბევრის დაკარგვას ნიშნავდა, ასე რომ იგი კატეგორიულად არ აპირებდა უკან დახევას. მუქარა და მისი განხორციელების მცდელობა კი უკვე სერიოზულ ფორმებს იღებდა. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ერთი მშვენიერი, მაგრამ ზოგიერთისთვის სახიფათო პროფესიის მქონე ადამიანი თავის პროფესიულ ინტერესებს არც მეტი, არც ნაკლებ შესაძლოა შეეწიროს კიდეც. სამწუხაროდ. ფიქრობ ამ სიტუაციიდან რაოდენად რთული და დაძაბულიც არ უნდა მოგეჩვენოთ, იგი აუცილებლად არსებობს გამოსავალი და ალბათ საკმაოდ მრავალრიცხოვანიც. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ თქვენ უნდა მოგვაწოდოთ არა ჩვეულებრივი, არამედ ორიგინალური გამოსავალი. რაც თავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს თამაშში, რა თქმა უნდა, საჩუქრდება ორიგინალური აზროვნება. დღევანდელი თამაშისთვის დაწესებული პრიზი კი ასე გამოიყურება. ასე რომ ინტერესით ველით თქვენ ზარებს ტელეფონზე 36 88 71. იფიქრეთ, ეძებეთ და უბრალოდ გაერთეთ ჩვენთან ერთად. სტუდია მაესტრო აგრძელებს მუშაობას, ჩვენ კი რამდენიმე წუთში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. დროებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და შეგახსენებთ, რომ ეთერშია სტუდია მაესტრო ტელეთამაშით სიტუაცია პლუს. ჩვენი თამაშის მეორე ნაწილი როგორც ყოველთვის გეცმობათ თქვენ. ანუ მათ, ვინც ასე აქტიურად გვირეკავს და გვთავაზობს სიტუაციიდან გამოსავალის საკუთარ ვარიანტს. დღეს ეს ვარიანტები საკმაოდ მრავალფეროვანი და რაც თავარია მრავალრიცხოვანი იყო. ჩემი აზრით სიტუაციიდან გამოსავალი ასეთია, რომ ამ ჟურნალისტმა უნდა შესთავაზოს ამ საწარმოს ხელმძღვანელობას ასეთი იდეა, რომ მათ გადაუხადონ გარკვეული თანხა, ამ თანხის გადახდის შემდეგ აღარ მოქვეყნებოდა ეს სტატია გაზეთში და თანხის გადახდის მომენტში ჟურნალისტი დააჭერინებდა ამ პიროვნებებს. რომ გაზეთის თავი რედაქტორი იყო, სიტყვით ძალიან გამეხარდებოდა ის ფაქტი, რომ ყავს კორესპონდენტი, რომელსაც შეუძლია საკმაოდ დამაინტრიგებელი მასალის მოწოდება. შევეცდებოდი აუცილებლად ამეყო თანხა გაზეთის ფონდიდან, რომლის მეშვეობითაც მე დავუქირავებდი მას დაცვას. ამით ბოლომდე დავიცავდი სიტყვის თავისუფლებას და შევქმნიდი იმ აუცილებელ პირობებს, რაც ამდენი ჟურნალისტი ჭირდება მუშაობისთვის. ჩემი აზრით სიტუაციიდან ასეთი გამოსავალია. ესე იგი, ჟურნალისტმა რამოდენიმე ასლი უნდა გადაიღოს ამ სტატიის და აიღოს სხვადასხვა ადგილებში და ამის შემდეგ უთხრას საწარმოს ხელმძღვანელებს ასეთი რამ, რომ როგორც კი განახლდება და გაგრძელდება მისი ფიზიკური შეურაცხყოფა, მუქარა, ტერორი, მაშინათვე სტატია გამოქვეყნდება. აი ესეთია ჩემი აზრით გამოსავალი აქ. ეს იყო მხოლოდ რამდენიმე სატელეფონო ზარი, რომელიც გამოიწვია ჩვენს მიერ დღეს შემოთავაზებულმა სიტუაციამ. როგორც ყოველთვის, იმედი გვაქვს თქვენი ფანტაზიის და ორიგინალური აზროვნების. არ დაგავიწყდეთ, რომ იმ შემთხვევაში თუ იპოვეთ თქვენ რა თქმა უნდა გელით პრიზი. დღეისათვის სულ ეს იყო. გემშვიდობებით ტრადიციული სიტყვებით. ჩაერთეთ ტელეთამაში სიტუაცია პლუს, იფიქრეთ, ეძებეთ და უბრალოდ გაერთეთ ჩვენთან ერთად. არ დაგავიწყდეთ ჩვენი ტელეფონის ნომერი 36 88 71. მომავალ შეხვედრამდე სტუდია მაესტროს ეთერში. კარგად.